ეს გვაქვს რუბრიკა დეოკუპატორი გიყურებთ და ვილაპარაკოთ მემარცხენე ფსევდოლიბერალებზე, რომლებიც ვითომ დასავლური პოლიტიკით და ვითომ დასავლური ნარატივებით რეალურად გვიტევენ და გვტენიან რუსულ პოლიტიკას. კონკრეტულად ქეთი ეფაძეზე გვექნება დღეს საუბარი. ეს გოგო მე გავიცანი Facebook-ზე ამომივარდა რაღაც ივენთი, რომ აფხაზეთის თემაზე რაღაც ვებინარი ტარდებოდა Zoom-ის მეშვეობით და ნებისმიერი ვისაც უნდოდა მსურველი დარეგისტრირდებოდა და მიიღებდა მონაწილეობას მოისმენდა. აი ესე მოვისმინე, საუბრობდა თავის დისერტაციაზე, გამოიკვლია ინგო როყვას ბიოგრაფია და მისი ნამუშევრების რაღაც ნაწილი თავად ინგო როყვას აღიარებით, როგორც მე ახლა მახსოვს უკვე ბევრი წელი გავიდა იმის მერე, იყო სტალინის დაკვეთით დაწერილი და რომ თითქოს რაღაც მომენტში ბიოგრაფიის თავის რაღაც მომენტში სიცოცხლის მომენტში ამაზე ინანა კიდევაც. მერე ამ ვებინარის მერე ქეთი დავიმეგობრე Facebook-ზე და ხშირად აფხაზეთის თემაზე ვლაპარაკებოდი, ზაზა ბიბილაშვილი გავაცანი. ზაზაზე მერე უკვე გადაღებული მაქვს ვიდეო ცალკე ზაზას კონკრეტულად რაში ვეკამათები აფხაზეთთან დაკავშირებით და ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას აკეთებს ქეთი. და ქეთი რასაც აკეთებს, ის ჩემი აზრით ყველაზე ამაზრზენი რამაა, რაც კი ჯერ განხილვა და აი ესეთი ვიდეო პასუხები ვისთვისაც კი გამიცემია, მე მგონი ყველაზე ამაზრზენი ქეთია. შეიძლება გვარემიაზეც კი. დავიწყოთ პირველი იმით, რომ აფხაზეთის ტრაგედია. ეგერ არის პოსტი, სანამ ვლაპარაკობდით, თქვენ შეგიძლიათ ეს პოსტი გენახათ, აფხაზეთის ტრაგედია. ყველა ვინც ლაპარაკობს აფხაზეთის კონფლიქტი, აფხაზეთის ტრაგედია, აფხაზეთის კიდე რამე, აფხაზეთის ომი, ლაპარაკობს ასე, იმიტომ რომ უნდა ნიველიროს რუსეთის დანაშაული. უნდა რომ ჩვენი აღქმიდან ამოვიღოთ ოკუპანტი, აგრესორი. აი ეს ნარატივი, ეს ნარატივი ძალიან ძლიერი იყო 2008 წლამდე. 2008 წლამდე საერთოდ როგორც აფხაზეთის ომს და საერთოდ როგორც ქართულ აფხაზურ კონფლიქტს მოიხსენიებდნენ ამ ომს. 2008 წელს, როდესაც ჩვენ მივახციეთ იმას, რომ საქართველო იქნა ოკუპირებულ ქვეყნად ცნობილი, იმის მერე, ვინც საღაზრზეა, იმას უნდა გაესწორებინა თავისი ლექსიკა და აი ეს ტყუილი ნარატივი და ტყუილი პოლიტიკის ნაწილი უნდა ამოეღო თავისი ლექსიკიდან. ქეთი ამას დღემდე არ აკეთებს. პირიქით, სულ უფრო და უფრო აწვება კონფლიქტს და საერთოდ არასდროს არ ახსენებს რუსეთს როგორც ოკუპანტს. Movement Edu, ესეც ერთ-ერთი რაღაცა NGO-შნიკური ჩემი დამოკიდებულება იცით NGO-ების მიმართ და ზოგადად მემარცხენე პოლიტიკის მიმართ. ყოველთვის პატივისცემის გარეშე მოვიხსენიებ ამათ. და აი ასეთი მოკლე ვიდეო ახლა მოკლე ვიდეოს ჩავრთავ. მაგრამ ჯერ ამ ვიდეოს აღწერაში რა წერია. საბჭოთა კავშირის გავლენა ქართველების და აფხაზების ეროვნულ პროექტზე დასრულდა. აი ამ პირველი ფრაზის მერე საერთოდ უნდა დასრულდეს, არც უნდა წაიკითხო იქ რა წერია და წესით ვიდეოსაც არ უნდა მოусმინო. ოღონდ ჩვენ ახლა ვაკრიტიკებთ ამ ვიდეოს და იმიტომ უნდა მოვусმინოთ, რომ ვიცოდეთ მტერი როგორ გამოიყურება და მტერი რაზე ლაპარაკობს. მე გადავედი ამ Movement Edu-ს გვერდზე და მიმოხილვებში
ჩემს გარდა აქ მიმოხილვა ჯერ არავის დაუწერია, მიმოხილვაში დავუწერე გამოხმაურება. როდესაც ქართველებს და აფხაზებს ასე ყოფ, თან ეროვნულ პროექტებად მოიხსენიებ და ტოლობის ნიშანს სვამ, უკვე უპირობოდ მხოლოდ ამ რამოდენიმე სიტყვაში ხარ საბჭოთა ნაგავი. და აგრძელებს საქართველოს იმ დეკონსტრუქციას, დაყოფა-დაკუწმაწებას, რასაც აკეთებს რუსი მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ პროექტის ავტორიც და გამავრცელებელიც არის რუსხორცაღლა. ეს ჩემი ტერმინია და ჩემი ჰეშტეგია. ამ ჰეშტეგზე რო გადახვალთ, ძალიან ბევრ პოსტს ნახავთ, სადაც მე ვილანძღები რუსობაზე. ქართველი ერის საბჭოთა კავშირის შექმნილი არაა და ვერანაირად ვერ იქნება პროექტი. და აი აფხაზიისგან ქართველი ხალხის ნაწილისგან რო ცდილობდა სავოკი ერი გამოეჩეკა, არაფერი გამოუვიდა და ბოლოს ოკუპირება მოუწია, ზუსტად იმიტომ მოუწია რუსეთს აფხაზეთის ოკუპირება, რომ ეს მთელი საბჭოთა კავშირის განმავლობაში გატარებული პოლიტიკა ამან არ უშველას საქართველოს დაშლას. არ აღმოჩნდა საკმარისი. და ქეთევან ეფაძე დღემდე ცდილობს ქართული საზოგადოება დააჯეროს თითქოს რუსეთს ეს გამოუვიდა და თითქოს ეს დასრულებული შემდგარი ფაქტია. ეფაძის მთელი მოსაქმული, რასაც აკეთებს ეს არის მოსაქმვა. აფხაზეთის თემის ირგვლივ იწვევს მხოლოდ რწყევას. კლასიკური მემარცხენე იდეოლოგიით გაპოხილი საბჭოთა ნომენკლატურის ქალია. ახლა მოვუსმინოთ ვიდეოს, რომელმაც ასე გამობრაზა. თავიდან. ასევე მავნებლურ შედეგზე, რომელიც საბჭოთა სისტემის ჩარევას მოყვა ამ ორი ხალხის ეროვნულ პროექტებში. ისევ ამ ორი ხალხის ეროვნულ პროექტებში. ანუ ქართულ ერს და აფხაზ ერს შორის აფხაზი ერი არ არის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი რაღაცა, რომელიც უნდოდა საბჭოთა კავშირს რო შეექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა. აი ამ ორ ცნებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. აბსოლუტურად დაუშვებელი რამ არის ეს. თუ შენ არ ახარ საქართველოს მტერი, რა თქმა უნდა. აფხაზთა ეროვნული პროექტი მეწილად საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა და ამავე დროს ქართული ეროვნული პროექტი გადაკეთდა ბოლშევიკურ ყაიდაზე და სრულიად ახალი ფორმები მიიღო. დაპირისპირება ამ ორი ხალხის ეროვნულ პროექტებს შორის თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის მანძილზე გაგრძელდა და ეს მემკვიდრეობა დღემდე მოყვება. სწორედ ამიტომ საბჭოთა წარსულის გადააზრებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორი სამშვიდობო პოლიტიკის გატარებისთვის. კორენიზაცია იყო ეროვნული გაძლიერების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა 4 ეროვნული ფორმის: ენის, ელიტების, ტერიტორიული უფლებების და ადგილობრივი კადრების ახალისებას. აფხაზთა ეროვნული პროექტი შეიქმნა კორენიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიწყო 20-იან წლებში. საბჭოთა ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ ამ პროგრამის გატარებით ისინი მცირე ეთნიკურ ჯგუფებს თვითგამორკვევის უფლების რეალიზების შესაძლებლობებს მისცემდნენ და ამას სახელმწიფოს ჭარბი ჩარევით აკეთებდნენ. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი იყო აფხაზეთი. კორენიზაციის პროგრამის ფარგლებში დაწინაურდა აფხაზი ელიტა ნესტორ ლაკობას მეთაურობით, რომელიც 2 ათეული წელი ერთპიროვნულად მართავდა აფხაზეთს მოსკოვთან შეთანხმებით თბილისის გვერდის ავლით. თუმცა 1930-იანი წლებიდან ხელისუფლების აქცენტები იცვლება და კორენიზაციის პოლიტიკას გამოეთეშებიან მცირე ერები, რომლებიც დიდი ერების შემადგენლობაში აგრძელებენ განვითარებას. სწორედ ამ დროს იქმნება ეგრეთ წოდებული მატრიოშკა. მცირე ერები და დიდი ერები რას ნიშნავს საქართველოს შემთხვევაში? საქართველოში არის ერთი ერი, ქართველი. მცირე ერები საქართველოში არ არიან. არიან მცირე ერების წარმომადგენლები, სომხები და აზერბაიჯანელები, სომეხი ერია, აზერბაიჯანი ერია, იმიტომ რომ ამათ აქვთ საკუთარი სახელმწიფოები. მეტი ერი საქართველოში და მით უმეტეს მცირე ერები საქართველოში არ არის. საქართველოში არის ერთი ერი. პრინციპი, რომელიც ცალკეული სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრე მცირე ერებს, დიდ ერებს და დიდ ეთნიკურ ჯგუფებს უქვემდებარებს. ამავდროულად იწყება რეპრესიების პერიოდი, რომელსაც ანუ ქართველი ერი ქეთევან ეფაძის წარმოსახვაში რაღაცა უბრალოდ დიდი ჯგუფია. ქართულ ერებში დიდი ჯგუფია
და ამ დიდ ჯგუფს პატარა ჯგუფები დაუგვემდებარა საბჭოთა კავშირმა. მძიმე ჭრილობები დატოვა როგორც ქართულ, ასევე აფხაზთა კოლექტიურ მეხსიერებაში. ისტორიის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩამოყალიბდა ნარატივი, რომ სტალინი და ბერია ქართველი ნაციონალისტები იყვნენ და აფხაზთა მიმართ დაუნდობელ რეპრესიებსა და დისკრიმინაციას ისინი თითქოს ეთნიკურ ნიადაგზე ახორციელებდნენ. ამ ნარატივის ღიად გაჟღერება აფხაზებმა დესტალინიზაციის შემდეგ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს და სწორედ ამ ნარატივს დაედო საფუძვლად მოგვიანებით იდეა, რომ აფხაზეთი არ ეკუთვნის საქართველოს. თუმცა აფხაზებს რჩება მხედველობიდან ის ფარემოება, რომ ეს საბჭოთა კავშირის როგორც იმპერიისა და პოლიტიკური ვერტიკალის პოლიტიკა იყო და ის ასევე სისხლიანი და დაუნდობელი იყო ქართველების მიმართ. ცხადია, აფხაზთა მოთხოვნას აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის შესახებ პასუხსცემდა მაშინდელი ქართული ელიტა. ამას მოყვა დაპირისპირების გაღრმავება ქართველებსა და აფხაზებს შორის და ვითარება განსაკუთრებით ეს არის ტყუილი. ტყუილია, რომ თითქოს აფხაზური ელიტა ითხოვდა საქართველოსგან განთავისუფლებას. ეს ფორმირდებოდა, ეს მოთხოვნა ფორმირდებოდა კრემლში, მერე ეგზავნებოდა ლაკობას და ლაკობა მას უბრალოდ აჟღერებდა. იმის თავის გადებილება და თავის გაშტერება, ვითომ შენ იმის გჯერა, რომ თითქოს ეს მართლა ლაკობას თავში მოიხარშა, ან რომელიმე ჯგუფის ადგილობრივი ჯგუფის სოხუმში ყოფი ჯგუფის თავში მოიხარშა და მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ისინი ამას რუსეთისგან ითხოვდნენ, არის თავის გადებილება მტრის სასარგებლოდ. შენ თავს იდებილებ, როდესაც თან ვითომ რომ მკვლევარი ხარ და ვითომ იმას წარმოსახავ, რომ შენ მკვლევარის იმაში, მკვლევების პროცესში გამოიკულიე ასეთი მოცებულობა. ეს არის ზუსტად ის ტყუილი, ეს ტყუილი ხო რუსეთში დაიწერა. რუსეთში დაიწერა, რომ თითქოს აფხაზებს ცალკე ერად უნდათ ყოფნა. რუსეთში დაიწერა, რომ თითქოს აფხაზებს უნდათ გამოყოფა. და მერე ვიღაცეები დაიქირავეს სოხუმში, დანიშნეს ელიტად, კორუფციულად მოისყიდეს, პრივილეგიებით მოისყიდეს და მერე ამ მოლაპარაკე თავებს ამ თავიანთივე დაწერილ, კრემლში დაწერილ პოლიტიკას უბრალოდ აჟღერებინებდნენ. აი ასე უნდა ილაპარაკო ამაზე და არა ისე, რომ თითქოს შენ გჯერა, რომ ეს მართლა აფხაზების მოთხოვნა იყო. ეძაბა 1989 წელს 9 აპრილამდე და შემდგომ პერიოდში, როდესაც ვლადისლავ არძიმბამ ღიად გააკეთა განცხადება, რომ აფხაზებს არ სურდათ საქართველოს თანაცხოვრება და ისინი არჩევდნენ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში ეცხოვრათ. საკუთარი მოთხოვნის გასამართლებლად მან მოიყვანა 1930-იანი და 40-იანი წლების გამოცდილება და ამით სადაც დაესაბუთებინა, რომ აფხაზების თანაცხოვრება ქართველებთან სულ მისი მოფიქრებული ეს ყველაფერი. საფრთხო არ იყო. ეს დაპირისპირება ყველამ ვიცით როგორც დასრულდა. 1980 ესეც ტყუილია. საქართველო ერთიანი გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან. არძიმბას არ მოუთხოვია საბჭოთა კავშირში დარჩენა, ჩაატარა თვითონ რუსეთმა ტყუილი რეფერენდუმი. ეს არძიმბას არ ჩაუტარებია ეს რეფერენდუმი. ეს რეფერენდუმი ჩაატარა რუსეთმა. მანამ სანამ მთლიანი საქართველო ჩაატარებდა რეფერენდუმს საბჭოთა კავშირიდან ერთიან გამოყოფაზე, რუსეთმა 2 კვირით ადრე ჩაატარა აფხაზეთის ზოგიერთ რეგიონებში რეფერენდუმი, რომ თითქოს აფხაზებს უნდათ საბჭოთა კავშირში დარჩენა. ეს არ არის არძიმბას გაკეთებული. და ეს არ იყო არძიმბას მოთხოვნა და ეს არ იყო არძიმბას პოლიტიკა. ეს იყო მოსკოვის პოლიტიკა. და ქეთი იტყუება. და ამას თუ ქეთი მკვლევრობას ეძახის, ეს არის ფარისევლობა მისი მხრიდან და ქეთი უბრალოდ როგორც დაქირავებული NGO-შნიკი აჟღერებს მემარცხენე პოლიტიკის პასტულატებს. დიდი ხანია უკვე დასავლურ მემარცხენეობაში და დასავლურ
აკადემიურ წრეებში მოდებულია ძალიან ძლიერად მემარცხენე დისკურსი და ამას ყველაფერს რუსეთი ძალიან უწყობს ხელს და რუსეთს ძალიან ძლიერად აქვს კორუმპირებული ეს წრეები, ეს აკადემიური წრეები. აკადემიურიდან დაწყებული ნობელის ნობელიანტი რაღაცა მეცნიერებით, რომლებმაც ძალიან ბევრჯერ გამოუცხადებიათ ხოლმე ისეთი ინიციატივა, რომელიც დასავლურ პოლიტიკას ზოგადად და დასავლურ ფასეულობებს არანაირად არ ემთხვევა და ემთხვევა მხოლოდ იმას, რაც უნდა რუსეთს. ამაზე ბევრჯერ გვაქვს ჩვენ ნალაპარაკები და ეს უკვე იმდენად ცხადია, რომ როცა ვლაპარაკობ ამაზე უკვე უემოციოდ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მილიონჯერ მაქვს ნათქვამი და ჯერ კიდე რომ ამის გამეორება მიწევს, უკვე ისეთი რაღაცაა რა, თითქოს 2x2 4-4-ს ვლაპარაკობ. მაგრამ ქეთი ძალიან დაჯერებულად 92-93 წლების სისხლიანი კონფლიქტით. ამ სცენარის აცილება შეუძლებელი გამოდგა უკვე მომდევნო პერიოდებში. სისხლიანი კონფლიქტით. კონფლიქტი იმიტომ მოხდა, რომ აფხაზებმა და ქართველებმა რაღაცა ვერ გაიყვეს. ჩვენ Facebook-ში რომ მეგობრობდით რაღაცა დროის განმავლობაში, ყოველთვის როდესაც ქეთი წერდა რამე პოსტს აფხაზეთზე, ყოველთვის ამბობდა კონფლიქტს, არასდროს არ ამბობდა რუსეთის ომს. და ამაზე ბევრჯერ მაქვს მასთან ნაჩხუბარი. ძალიან გრძელი მიმოწერა იქ ბოლო ჩვენი ჯგუფის 27 სექტემბერს იყო, 22 წლის 27 სექტემბერს. მერე, ანუ როდესაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში და მთელ მსოფლიომ კიდე ერთხელ გადაიაზრა რეალურად რა მოხდა საქართველოში, მე მქონდა იმედი, რომ ქეთი შეწყვეტდა ამ ტყუილების ლაპარაკს და მაშინ მაინც გაბედავდა, რომ ომი ეთქვა. რუსეთის ომი ეთქვა, რუსეთის ოკუპაცია ეთქვა, მაგრამ არა. აგრძელებს ისევ კონფლიქტს იძახის. და ბოლოს რომ ამ მომივიდა ყელში და პირდაპირ ვკითხე რატო აკეთებ ამას, მიპასუხა, რომ 4 წელი ვწერო სტატიას, რომელიც უნდა რომ იქ სადღაც გამოუქვეყნო იმ აკადემიურ წრეებში, დასავლურ აკადემიურ წრეებში და თუ იმ ნარატივებში არ ჩაჯდება, რომელიც ამ წრეებში არსებობს, სტატიას არ დაუბეჭდავენ. თან მე რო ვეუბნები, ქეთი, ასე რატო ამბობ, ისე რატო ამბობ, პასუხები არ იყო ხოლმე, იმ ინგლისელს ეს შენი არ აინტერესებს, ამას ის შენი არ აინტერესებს, იმას ეს შენი არ აინტერესებს, ანუ აღიარებდა, რომ ესმის, რომ რაღაცას არასწორს აკეთებს, მაგრამ ასეთი მოცემულობაა იმ გარემოში, სადაც ის ცდილობს, რომ კარიერა გააკეთოს და ამ მოცემულობას ვერ გაექცევა. ამიტომ იმისთვის, რომ კარიერა გამოუვიდეს, თითქოს იძულებულია, რომ ამ ტყუილებს აყვეს. და ამის მერე უკვე, რა თქმა უნდა, შევწყვიტე საერთოდ მასთან საუბარი და ყოველ ჯერზე, როდესაც ქეთევან ეფაძეზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ვიხსენებ ამას, რომ თუ მე ეს ასე არ გავაკეთე, სტატიას არ დამიბეჭდავენ. რატო და რაში უნდა გიღირდეს სტატია და რად უნდა გიღირდეს ეს ვითომ კარიერა, რატო უნდა თვლიდე აი ასეთ მიღწევებს რაღაცა მიღწევებად, ღირებულ მიღწევებად და თან მამა ყავს აფხაზეთის ომის გმირი. რანაირად ჯდება ეს ორი ერთმანეთში? დაახლოებით ისეთი რაღაცაა, როდესაც გიული შარტავას შვილიშვილი ქოცია და დღეს რეჟიმს ემსახურება. ქეთი იგივე სიტუაციაშია. ემსახურება იმ მემარცხენეულ პოლიტიკას და მემარცხენეულ ნარატივებს და მემარცხენეულ ტრენდებს, რომელიც რუსეთის სასარგებლოა. და მიუხედავად იმისა და რომ ეს ვითომ დასავლეთიდან მოდის ჩვენთან, ეს რუსულია. რუსეთი დასავლურ
აი ეს დისკუსიო სივრცეში რომ ძალიან იმპლემენტირებულია, ეს უკვე არავისთვის არ არის გასაკვირით საოცარი და არავისთვის არ არის ეს საიდუმლო. და ძალიან საინტერესოა პოსტკონფლიქტური ვითარებაც. პოსტკონფლიქტურ ვითარებაში რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო ფუნქცია შეესრულებინა მედიატორის როლი ამ ორი ხალხის კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა არასაკვირველია, რუსეთის მიზანს ამ კონფლიქტის მოგვარება არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს. როგორ საზიზღრულად რა ლაპარაკო, აი გულის ამ არევამდე საზიზღარი ტექსტია, აი მერწყევინება. ლაპარაკობს ისე, თითქოს კონფლიქტი არსებობდა და რუსეთმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ მედიატორი გამხდარიყო. არ ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთმა დაიწყო ეს ომი. რუსეთმა საქართველოს მოუკლა პრეზიდენტი, მერე დასვა თავისი, ამან მაინც არ უშველა. ზუსტად გამსახურდიამ საქართველო ერთიანი გამოიყვანა საბჭოთა კავშირიდან და ერთიანი რო გამოიყვანა საბჭოთა კავშირიდან და რო არ უნდოდა დსთ-ში შესვლა, ამის გამო დაემუქრა ელცინი რო ომს დაუწყებს და დაუწყო კიდევაც ომი. ამოატრიალა, მოკლა, დასვა შევარდნაძე. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო დაეყო რუსეთს და მერე რუსეთმა პირდაპირ დაიწყო ომი, რომელიც დაასრულა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირებით, აფხაზეთის და ოსეთის. ამ თემაზე, ამ ომზე ეს თემა არ არის, ეს არის აგრესიული ომი, რომელიც დასრულდა ოკუპაციით, სხვანაირად შეუძლებელია ლაპარაკი. ვინც ოდნავ მაინც სხვანაირად ლაპარაკობს და მით უმეტეს ისე გულისამრევად, როგორც ამას ქეთი აკეთებს, აი მის სახეზეც კი ეტყობა, აი ახლა სახის გამომეტყოლებაზე, სხეულის ენა ხო ძალიან ბევრს ნიშნავს. ადამიანი, როდესაც იტყუება, შეხედეთ ქოცებს, შეხედეთ კობახიძეს, შეხედეთ მდინარაძეს, ნებისმიერი მათგანი ტრიბუნასთან რო გამოდის და თავის ტყუილებს როცა ლაპარაკობს, მათ სახეზე, სხეულზე, ყველაფერზე ეტყობათ, რომ გრძნობენ, რომ იტყუებიან. და ქეთის სახის გამომეტყოლებაც ამას ამბობს, ქეთი გრძნობს, რომ იტყუება, ამიტომ აქვს აი ასეთი რაღაცნაირი მოჭყანული, მოაფერისტო, რაღაცა მსხვერპლური გამომეტყოლება სახის და სხეულისაც. საბჭოთა წარსულიდან ჩვენ და ვისწავლოთ გაკვეთილი, რომ ამ დროს შექმნილი ეროვნული პროექტები კრიტიკულ რეფლექსიას, კრიტიკულ გადახედვას საჭიროებს. ჩვენს წარსულს, ჩვენს გადახედვას საჭიროებს მხოლოდ ქეთის რიტორიკა. ქეთიმ უნდა შეწყვიტოს აი ამ ტყუილების ლაპარაკი და უნდა დაიწყოს, თუ საერთოდ უნდა აფხაზეთზე ლაპარაკი, უნდა ილაპარაკოს რეალობა. რუსეთმა ძალიან დიდი ხანი ეცადა მთელი საბჭოთა კავშირის და მანამდე კიდე მეფის რუსეთის დროიდან, რომ აფხაზეთისგან შეექმნა რაღაცა ცალკე. ძალიან ბევრი იწვალა, ძალიან ბევრი ვიღაცა დააშავა, ვიღაცა რეპრესირა, ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ შორის კონფლიქტი შექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა არაფერი. საქართველო გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან ერთიანი და ომი დაიწყო რუსეთმა და ოკუპირა რუსეთმა. აი ეს არის მხოლოდ გადასახედი და არა ის, რაზეც ქეთი ბოდიალობს. ისტორიას და წარმოდგენას ერთმანეთზე ახალი ცოდნით უნდა შევხედოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი ცოდნა და უკვე მსოფლიოს აღიარება მიიღო საქართველომ 2008 წელს, როდესაც მსოფლიომ აღიარა, რომ ის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს ქალბატონი ჯერ კიდევ ჩარჩენილია იმ საბჭოურ და რუსულ და შევარდნაძისეულ ნარატივებში, რომელიც არსებობდა იქამდე, სანამ მსოფლიო გვაღიარებდა როგორც ოკუპირებულ ქვეყანას. ცოდნას ვქნით იმპერიული ზეწოლის გარეშე, ერთმანეთის პატივისცემის გათვალისწინებით და ჩვენი ფოკუსი მიმართოთ არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ. თვითონ ამბობს მომავლისკენ მივმართოთო, მაგრამ მთელი მისი ეს კვლევები მიმართულია იმაზე, რა ხდებოდა წარსულში. ძალიან არასწორია ნებისმიერი მკვლევარის ცდილობა, რომ ომი და ოკუპაცია გაამართლონ იმით,
რომ თუ ვითომ ქართველებს და აფხაზებს შორის არსებობდა კონფლიქტები. რომ არსებობდა რაღაცა, რაც არსებობდა, ის იყო ხელოვნური. კრემლიდან ნაკარნახევი. კრემლი კარნახობდა სოხუმის კომუნისტებს და სოხუმის ბოლშევიკებს, კრემლი კარნახობდა თბილისის ბოლშევიკებს და თბილისის კომუნისტებს და კრემლი თბილისის ბოლშევიკებს და სოხუმის ბოლშევიკებს ერთმანეთზე აჯახებდა და ესენის დიდი სიხარულით ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ეს იყო ხელოვნური. ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა და მიუხედავად ამისა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, არ აღმოჩნდა საკამარისი იმისთვის, რომ ომი მომხდარიყო თავისთავად. არ აღმოჩნდა იმისთვის საკმარისი, რომ მართლა თბილის თავისინებით დაეწყო ომი, ან აფხაზებს თავისინებით დაეწყოთ ომი. ომი არ დაწყებულა იქიდან, რომ არძიმბა გადაფსიხდა და რაღაცა სროლა დაიწყო. ომი დაიწყო იქ იმით, რომ რუსეთმა უბრძანა კიტოვანს შევარდნილიყო აფხაზეთში. და მერე ერთი თვე დაჭირდა, რომ კიდე იქიდან აფხაზები მოემზადებინა. და როდესაც მკვლევარი იმას ლაპარაკობს, რომ კონფლიქტი იმიტომ მოხდა და აფხაზეთის იმიტომ მოხდა, იმიტომ რომ 1930-ში ის, მერე 40-ში ის, 50-იანებში ეს, 60-იანებში ეს და პუტუტუ, ეს არის ტყუილი. საქართველოს აქვს თავისი ტერიტორია, აღიარებული საზღვრები. აფხაზეთი არის საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. რუსეთმა რატო ოკუპირა, ამის ახსნა განმარტებები არის საქართველოს საწინააღმდეგო, საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო საუბრები და ლაპარაკები. შენ ამით აპრავებ აგრესორს, ამართლებ აგრესორს, ცდილობ რომ გაამართლო აგრესორი და ოკუპანტი. მიყვები რაღაც ზღაპრებს, რომ იმიტომ მერე ის გაბრაზ და მერე ამას ეწყინა. არა. რუსეთმა ეს გააკეთა, იმიტომ რომ ვერ მისცა საქართველოს ფუფუნება და საშუალება ეცხოვრა და ეარსება როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დაშალა საბჭოთა კავშირი, მას მოსთხოვეს მაშინვე დსთ-ში შემოსვლა და საქართველომ ეს რო არ გააკეთა, რუსეთმა დაიწყო ომი. გამეორება გამომდის, მაგრამ ალბათ კიდე 500-ჯერ ან 5000-ჯერ მომიწევს ამის თქმა სხვადასხვა ვიდეოებში და სხვადასხვა დებილებისთვის და სხვადასხვა ინდაურებისთვის პასუხის გაცემის ფორმით. აი აქ ბატონ ბადრიმ ეს გამოხმაურება რომ დავუწერე ამ გვერდს, სადაც ეს მოკლე ვიდეო დევს Movement Edu. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ეს გამოსირებული ორგანიზაცია NGO დასავლური ფულით არსებობს. ამ მოკლე ვიდეოშიც ყველაფერი იქამდე ჩამოყავს ქეთის, თითქოს ქართველების და აფხაზეთის კონფლიქტმა გამოიწვია კონფლიქტი. ტავტოლოგია. საერთოდ არსად არასდროს არ ახსენებს რუსეთს როგორც ომის დამწყებს და ოკუპანტს. ამ ქალის ყველა ვიდეო მიმართულია სიტყვა და მცნება ოკუპანტის გაქრობაზე. საქართველოში ომი დაიწყო და ბოლომდე წარმართა რუსეთმა და ოკუპირა ტერიტორია 1993 წელს. საქართველო ოკუპირებულია და იქნება დეოკუპირებული. ეს ქალი კიდე არის მავნე მოღალატე. აქ პასუხიც გამცეს. საოცარი ის არის, რომ ასეთ თხრობას დასავლური მიდგომითო ამართლებს. თუმცა არც თუ ისე გასაოცარი აღარაა, როცა ამგვარი თავაზიანობით, ანუ polite კორექტულობით საუბრობენ დასავლური ფსევდოლიბერალები, მათ ევროაზიატურ ფსევდოლიბერალებთან. ეს არ არის ლიბერალიზმი, ეს არის ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან უმეტეს შემთხვევაში. ეს არის 16 ელემენტის პოდკასტი, სადაც
კეთი ამათთან რაღაც ხშირად მათ Facebook გვერდზე რაღაცებს სტატიებს აქვეყნებს, მათ პოდკასტებში იღებს მონაწილეობას და ზოგადად რო გადახედოთ რაღაცა ბევრი ვიდეო არ უდევთ 29 ვიდეო აქვთ სულ და თითქოს ცდილობენ რომ აფხაზეთზე ილაპარაკონ, უმეტესი ვიდეო აფხაზეთზე აქვთ, მაგრამ ნუ გენდერის მკვლევარი ნარგიზა არჯევანიძე თუ დაგაინტერესებთ მოусმინეთ უბრალოდ ცხოვრებაში ასეთი ბოდვა არ მომისმენია როგორც ამ ვიდეოში მოვისმინე. გენდერის მკვლევარი საერთოდ თვითონ აი ეს აზრი რომ გენდერი გამოსაკვლევია, ეს რომ მემარცხენე ტრენდებია, რომელსაც ცდილობს ახლა ამერიკა რომ რაღაცნაირად ბოლო მოუღოს და იმედია მოუღებს, გასაგებია და მთლიანად აი ეს პროექტი მე-16 ელემენტი ასეთ მემარცხენეულ სირობებზეა დაშენებული. ეს პოსტი დაიდო 27 სექტემბერს 22 წლის აი ამ მე-16 ელემენტზე კეთის პოსტია. და სადაც კეთი წერს, რომ ვიღაც ბრიტანელმა ჩაატარა ოკუპირებულ აფხაზეთში რაღაცა კვლევები და ხალხი გამოკითხა. და იმ გამოკითხული ხალხის აზრზე მერე დააშენა მთელი თავისი რაღაცა პროექტი ამაზე ააგო. ჯერ ერთი რომ მიდიხარ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაღაცეების გასარკვევად და ხალხის გამოსაკითხად უკვე არღვევ ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს. მეორე, ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რუსეთი ახორციელებს იქ ეფექტურ კონტროლს. რუსეთის ყველანაირი FSB, FSB, KGB, SGB აი ხალხს უბრალოდ თავზე აზის ტონობით. და შენ აი ასეთ ხალხში უცხოელმა გამოკითხვა ჩაატარე და ისეთი დებილი ხარ მერე, რომ დაიჯერე, რომ ეს გამოკითხვა რეალობას ასახავს. და არა უბრალოდ დაშინებული და შეშინებული ხალხის 30 წელი რო ტვინს ურეცხავენ, ისეთი ხალხის რაღაცა ნაჟურს. და მე ამას გამოგაქვს ეს რაღაცა იმებში. იგივე თავიანთ დებილ აკადემიურ სივრცეებში და ამას სერიოზულად აღიქვავენ და განიხილავენ და რომ აი თურმე აფხაზები აი ასე ფიქრობენ. რაღაცა ვიდეო გაიჭედა. აი ამ პოსტის მერე მქონდა სერიოზული ტრახი, ძალიან გრძელი მიმოწერა და დავემშვიდობე. ახლა ოდნავ მოვუსმინოთ პოდკასტს, რომელიც მოსმენა ძალიან რთული იყო და მე მოვინიშნა ჩემთვის პატარ-პატარა ნაკვეთები, რომელიც ახლა მოგასმენინებთ, მაგრამ თქვენ თუ მოგინდებათ, თუ გეყოფათ ნერვი, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე უყუროთ. დავიწყოთ თავიდან. გამარჯობა, მე ვარ გიორგი რიჟვაძე, ეს არის მე-16 ელემენტის პოდკასტი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს კეთი ეფაძე, კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კოლექტიურ მეხსიერებაზე, მათ შორის იდენტობაზე, ნარატივებზე და ასე შემდეგ. თუმცა სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ, კეთი, მინდა გკითხო, რატო დაინტერესდი ამ თემით, საიდან მოხვდი, რატო რა გაჩნდა, რა იყო შენი мотиваცია, რომ ამ სფეროში ჩართულიყავი და გეკვლია და ყოფილიყავი აკადემიურ სივრცეში და ამავდროულად რაღაცნაირად საჯარო სივრცეშიც. დავიწყოთ იმით, რომ მოგიდღანთ აკადემიური სივრცე. გამარჯობა გიორგი, მადლობა შენ პოდკასტში მოწვევისთვის, მონაწილეობისთვის. ამ თემით დავინტერესდი 2015 წელს, როდესაც 2015 წელი. ძალიან ბევრი ის NGO აფხაზეთის თემის ირგვლივ, რომელიც მე ყველაზე საშინელი მაგალითად ბერხოვზე მაქვს გადაღებული ვიდეო. ამ ვიდეოს ქვეშ მიგიბავთ თუ გინდათ. აი ყველა ეს რაღაცა პრუჭუ სირობები, რომლებიც მაქსიმალურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სიტყვა ოკუპანტი ამოვარდეს ჩვენი ლექსიკიდან, ზუსტად 2015-დან დაიწყო.
აქტიურად. ეს არის ის წელი, როდესაც დასავლეთის ფონდებიდან მაქსიმალურად წამოვიდა რუსული ფული. შეიძლება ეს ფული არ იყოს პირდაპირ რუსული, მაგრამ ნებისმიერ უკიდურეს მემარცხენეობას დასავლეთში აფინანსებს ან რუსეთი, ან ჩინეთი. და აი ეს დისკუსი იდენტობაზე და მსხვერპლობაზე და ტრავმაზე და ტრავმების გათვალისწინებაზე და ტრავმების კვლევაზე და ეს რომ მემარცხენე დისკურსია, ეს იმედია უკვე ყველას გვესმის. გავაცნობიერე, რომ არ მომწონდა ის ნარატივები, რომლებიც არსებობდა დევნილებზე, ზოგადად დევნილობაზე და აფხაზეთის ტრავმაზე. იმდენი შენი გააცნობიერა. უბრალოდ ეს იყო ის წელი, როდესაც დაიწყო გრანტების ცვენა და პროექტების ცვენა და სადღაც უნდა შეეტენა თავისი თავი და გამონახა სად შეეტენა. და გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ დევნილები არ დავიწყებდით ამ თემებზე საუბარს, მაშინ ყოველთვის იქნებოდა ცარიელი სივრცეები, რომელსაც ამოასებდნენ სხვა მსხრობელები. და გადაწყვიტა ჩემი სათქმელი მეთქვა აკადემიური ენით. ამიტომ ჩემი სადოქტორო ნაშრომი დავწერე სწორედ აი ამ თემაზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, არა რუსულ ომზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჯერ ვიყავით ტრავმით დაინტერესებული და მოგვიანებით დაინტერესდა, საიდან დაიწყო საერთოდ ეს ურთიერთობების გაფუჭება ქართველებსა და რა ურთიერთობის გაფუჭებას, რა ქართველებს და აფხაზებს შორის ურთიერთობები არ განიხილება და არ არსებობს. ქართველებს და მეგრელებს შორის დავიწყოთ ურთიერთობების გარჩევა. ქართველებს და სვანების შორის, ქართველებს ახელების შორის, ქართველებს და აჭარლების შორის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის შორის დავიწყოთ კონფლიქტების განხილვა. თვითონ აი ასე ფორმირება ფრაზის ურთიერთობა ქართველებს და აფხაზებს შორის, ეს უკვე რუსულია. არ იყოფა. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი არის საქართველოს ნაწილი და არანაირი ურთიერთობა აი ამ დონეზე ქართველი და აფხაზი არ არსებობს. არსებობს ურთიერთობა ჩემ მეზობელთან, ჩემ თანასოფლელთან, ან ჩემი სოფლის გვერდითა სოფლელთან. აი ეს ურთიერთობა არსებობს, კერძო პიროვნული ურთიერთობა და არ არსებობს არანაირი ურთიერთობა ქართველებს და აფხაზებს შორის. უკვე რუსია, ვინც ასე ლაპარაკობს. და სახის გამომეტყველება აფხაზებს ასე რომ ვთქვათ, სად იყო ამ კონფლიქტის წინაპირობები, ფესვები. და საბოლოო ჯამში მივედი რუსეთის იმპერიის პერიოდამდე, მე დავავიწროვე და საბჭოთა პერიოდს მიუძღვენი საბჭოთა კავშირის დაუთმე დიდი წილი ჩემი კვლევის. აი, კეთი, სანამ გადავიდოდეთ, მაინც რომ აი ჩვენ მაყურებელს აუხსნათ ზოგადად ნარატივები, რას ნიშნავს ნარატივი, რა არის იდენტობა, როგორ ყალიბდება ეს იდენტობა და თვითონ აი ეს თემა რატო არის ჩვენ საზოგადოებაში ახლა აქტუალური და რელევანტური. ნარატივი ეს არის თხრობა, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული სახე, ანუ ეს არ არის უშინაარსო თხრობა, მას აქვს კონკრეტული მიზანი, ნარატორი საკუთარი ნარატივების მეშვეობით მოგითხრობს რაღაც ამბავს. და აქ ჩადებულია მესიჯი, რის გადაცემაც მას სურს მკითხველისთვის. ნარატივი იწვევს რეზონანსს მკითხველში, შტოებს თავბეჭდილებას, აყალიბებს აღქმებს და რასაკვირველია იდენტობასაც. ჩვენ იდენტობა დღეს სოციალურ მეცნიერებებში უკვე თამამად მსჯელობენ ამაზე, რომ არის იგივე ნარატივი. სოციალური მეცნიერებები თუ მეცნიერები თამამად მსჯელობდნენ და როგორც იქნა დასრულდა ეს დრო და ახლა დაიწყება ამათი გამოხვეტის დრო. ის რომ იდენტობა არის ისეთი რაღაცა, რაც მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული შენ თავზე, რას ფიქრობ, დასრულდა ეს მოდერნისტული და პოსტმოდერნისტულის დასრულდა? არა, ჯერ კიდე არ დასრულებულა, მაგრამ იმედია, რომ დავიწყებთ მის დასრულებას. აი ეს, რომ არ არსებობს სიმართლე,
ყველაფერი იმდენად სუბიექტურია, რომ ყველა ადამიანს თავისი საკუთარი სიმართლე აქვს, ამიტომ ძალიან რთულია, რომ რაღაცის გარშემო გაერთიანდე. რომ არ არსებობს იდენტობა, როგორც მოცემულობა, იდენტობა ის არის, რასაც მე ჩემ თავს დავუძახებ. აი იგივე რომ იყო კი არა, ხო, ჩავთვალოთ რომ იყო. რომ 2 სქესი და 555 გენდერი. რომ სქესი არის ქალი და კაცი, მაგრამ ქალს და კაცს დღეს შეიძლება ვიღაცას მოუნდეს, რომ თავის თავს დაუძახოს კაცი, ხვალ ქალი, ზეგ დაუძახოს კიდე რაღაცა ქალს და კაცს შორის რაღაცა შუალედი, იმის ზეგ კიდე რაღაცა სხვა და ასე შემდეგ. თვითონ ადამიანს შეიძლება კი არა აქვს იმის უფლება, რომ თავის თავს რაც უნდა ის დაუძახოს. მაგრამ იმ ადამიანს არ აქვს ჩემგან იმის მოთხოვნის უფლება, რომ თავის თავს რასაც ეძახის, მე ეს ავიღო და მეც დავეთანხმო იმაში. დღეს თუ იძახის, რომ მე კაცი ვარ და კაცი დამიძახეო და ხვალ თუ რაღაცას გაიკეთებს და ახლა დღეს ქალი დამიძახეო, ეს მისი პრობლემაა და მისი საკუთარი თავის აღქმის თუ ვერ აღქმის პრობლემაა. და მე იმას დავუძახებ, რასაც მე დავინახავ და რასაც მე ჩავთვლი ჩემი დანახულიდან. ამიტომ ვიღაცა რო იტყვის, რომ მე აფხაზი ერი ვარო, თავის თავს თუ გინდა აფხაზი ერი დაუძახოს, თუ გინდა ჟირაფი დაუძახოს. მე ვიცი, რომ აფხაზი ერი არ არსებობს, მე არ ვაღიარებ აფხაზ ერს, ერია ქართველი, საქართველოში საქართველოს აქვს თავისი ტერიტორია, აღიარებული ტერიტორია და იმ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში არის ქართული ერი. აი ეს არის რეალობა. და ვიღაცას ამ ტერიტორიის შიგნით დღეს თუ მოუნდება აფხაზი ერი დაირქვას, ხვალ ვიღაცა გამოშტერებული არიან უკვე ისეთი ურიკინებენ მეგრელის გამოცხადება უნდათ როგორც ერად და მერე კიდე რაღაცა და კიდე რაღაცა და კიდე რაღაცა. ესენი ყველაფერი არის მხოლოდ ამ ადამიანების სუბიექტური, რომ არ ვუწოდო ავადმყოფური, სუბიექტური რაღაცა რეალობა და სუბიექტური თვით იდენტიფიკაციის რაღაცა ფორმა, რომელსაც მე უფლება მაქვს, რომ არ დავეთანხმო და არ დავეთანხმები. და დასრულდა უკვე ის დრო, როდესაც ვიღაცა ამბობდა დღეს ეს დამიძახე, ხვალ ის დამიძახე და მე შტერივით ვალდებული ვიყავი, რომ ის დავუძახო, რაც თვითონ უნდა. არა, მე მაქვს ჩემი თავისუფლება, რომ რაღაცა დავიჯერო ან არ დავიჯერო, რაღაცა შევიზილო ან არ შევიზილო და ანუ ყველას მიერ რაღაც ახალი გამოჩეკილი რაღაცეები არ გავხადო, ასე ვთქვათ, საყოველთაო ფაქტად. თუ მე არ ავყვები მემარცხენეების გამოსირებულ ტრენდებს. და როგორ ამბობს რომ ანუ ჩვენ როგორც გავიაზრებთ საკუთარი ნარატივის ფარგლებში, იმას წარმოვადგენთ, ანუ იდენტობა არ ეფუძნება. ძალიან დიდი ხანი, ალბათ ბოლო 30 წელი, მთელი დასავლეთის მემარცხენე და სოციალისტური პოლიტიკა ცდილობდა, რომ ამისთვის მიეღწიათ და რომ ამ დისკურსს მიეღო მეცნიერული სახე და არა პოლიტიკური, მაგრამ ბოლომდე ეს ვერ მოხდა. ანუ ზოგიერთ უნივერსიტეტებში, ახლა ამერიკაში მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტი და კიდე რაღაცა უნივერსიტეტები ძალიან ცდილობენ, რომ ეს ჯერ კიდე შეინახონ ეს მემარცხენე დისკურსები და აი ასეთ სრულიად სოციალისტურ კი არა, სოციოლოგიურ ბლაბლაბლას დაარქვან მეცნიერული. და აი ეს რომ 55 გენდერი არსებობს და აი ეს რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი თავი რაღაცა კონკრეტულ ერად შეუძლია გამოაცხადოს და მერე ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ და დავეთანხმოთ, აი ეს არის სოციოლოგიური ბლაბლაბლა. ეს არ არის მეცნიერული და არ გადაზრდილა მეცნიერულობაში, მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან ცდილობდნენ ჯერ კიდე მეცნიერების დიდ ნაწილში არსებობს საღიაზრი, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა და ახლა უფრო თამამად ეწინააღმდეგება იმის მერე, რაც ამერიკაში შეიცვალა სიტუაცია და ღმერთს მადლობა, რომ შეიცვალა. ზნება ნარატივი. ამიტომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული ნარატივების ფორმირებას, რადგან ისინი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარატივების ფორმირებას და რატომღაც ქეთი მაქსიმალურად აწვება იმ ნარატივების ფორმირებას და იმ ნარატივების გაგრძელებას, რომელსაც 70 წელი გუტენიდა საბჭოთა კავშირი. და ქეთი ამას აძლევს თანამედროვე დასავლურ ევროპულ სახეს. ინსტიტუციების დონეზე, ასევე წარმოსახვების დონეზე შედგა და 1930-იან წლებშიც აფხაზები საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდნენ როგორც ერი. თუმცა შემდგომში დაიწყო უკვე მტკივნეული პროცესები, რადგანაც ანუ ქეთის აზრით საკმარისი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი შეიქმნა 21 წელს და 30 წლებში, ანუ 10 წელი გავიდა და უკვე აიდენტიფიცირებდნენ როგორც ცალკე ერს. ანუ რა გააკეთა უცებ ლენინმა და სტალინმა ისეთი რა ჩაატარა და რომელიც ასე სწრაფად მოხდა. უკვე აიდენტიფიცირებდნენ თუ მხოლოდ იმ დროს დაიწყო ნელ-ნელა საერთოდ დაყოფა აფხაზებად და ქართველებად. ამ პერიოდში დაიწყო ოციანებში. და უკვე აიდენტიფიცირებდნენ. სტალინის მოსვლის შემდეგ გაძლიერდა ცენტრალიზაციის ხაზი მთლიან საბჭოთა პოლიტიკაში და აფხაზები როგორც მცირე ერი სხვა მცირეებების მსგავსად დაექვემდებარებიან ამ ცენტრალიზაციის პოლიტიკას. ეს ნიშნავდა იმას, რომ აფხაზეთში გატარდა სხვადასხვა მტკივნეული რეფორმა და დაიწყო მათი კონსოლიდაცია ქართველობაში. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა იყო აფხაზური სკოლების დახურვა და აფხაზები 1940-იან წლებში განათლებას უკვე იღებენ ქართულ სკოლებში. სრული ტყუილი. ჯერ ერთი რას ნიშნავს მოხდა აფხაზების კონსოლიდირება ქართველობაში და მანამდე სად იყო ეს რამე ცალკე იყო? პირიქით, მანამდე ერთიანი იყო და მერე საბჭოთა კავშირმა დაიწყო დაგლეჯა და თურმე 30-იან წლებში ქეთის რო დავუჯეროთ და ქეთის ბოდვებს რო ვუსმინოთ, თურმე 30-იან წლებში დაიწყო აფხაზების კონსოლიდირება ქართველობაში. ანუ მე-20 საუკუნის 30 წლებში დაიწყო აფხაზების გაქართველება თუ პირიქით? მთელი ისტორია ჩვეულებრივად ქართველები იყვნენ და ამ წლებში დაიწყო მათი ამოგლეჯა საზოგადოებიდან. და ჩვენი ძალიან ძლიერი ინტეგრირების დარღვევა. და აფხაზური სკოლების დახურვა დაიწყო. სრული ანუ ეს ისეთი დონის ტყუილია, რომ არ ვიცი, მე მგონი ამას თვითონ რუსებიც ვეღარ ლაპარაკობენ ასეთი დონის ტყუილს. ჯერ ერთი ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საერთოდ სკოლების შენება დაიწყო საბჭოთა კავშირის და საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ მასიურად. და აფხაზური სკოლები როგორც ასეთი არასდროს არ არსებობდა. და ის რომ მასიურად გახსნილ ახალ სკოლებში ქართულად იყოს სწავლება, აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ნორმალურია. და არავის ამაზე არანაირი ტრავმა არ უნდა დამართნო და არანაირი ისტერიკა და არანაირი წყენა. იყო რაღაც ნაწილი რუსული სკოლები, ქართული სკოლები უფრო მეტი იყო ვიდრე რუსულები. რუსული საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოკუპაციაში ვიყავით, ამიტომ იყო რუსულები. და აფხაზური სკოლები დღემდე არ არსებობს არსად. აფხაზეთში დღეს 30 წელია უკვე ხო არიან, ვითომ ქეთის რო კითხო, დამოუკიდებლები არიან და დამოუკიდებლად გრძნობენ თავს და დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვთ და რუსეთი უბრალოდ ეხმარება. ხო და აი ხო არიან დამოუკიდებლები
არ არსებობს აფხაზური სკოლა. აფხაზურ ენას როგორც ცალკე საგანს ისე სწავლობენ მეოთხე კლასამდე. მეოთხე კლასამდე აფხაზურს სწავლობენ როგორც ცალკე საგანს. გაიაზრეთ ეს. აფხაზური სკოლები ბუნებაში არ არსებობს და არასდროს არ არსებობდა. არასდროს არ ყოფილა ისტორიის არც ერთ მონაკვეთში ისე, რომ ყველა საგანი აფხაზურ ენაზე ისწავლებოდეს. თუ გინდ მეოთხე კლასამდე. არასდროს არ ყოფილა ასეთი რაღაცა. მათემატიკა აფხაზურად არ ისწავლებოდა, ბუნება, ბიოლოგია, რა ვიცი, მე ზოოლოგია რა სწავლობდით კიდე სკოლაში. არასდროს არაფერი ეს. და აი ასეთი თუ სკოლაში რაღაცა სკოლებში თან ესეც გადასამოწმებელია, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მართალია. იყო მაგალითად მანამდე, სანამ მასიურად დაიწყებოდა სკოლების შენობა, შეიძლება მთელ აფხაზეთში იყო 5-10 სკოლა. მერე გაჩნდა 30-50 სკოლა და ამ 30-50 სკოლაში რო ის აფხაზური პირველ 4 კლასამდე როგორც ცალკე საგანი ისე რომ არ იკითხებოდეს და მარტო ქართულად იყოს ყველაფერი, რა არის ამაში გასაკვირი? და რატო უნდა დამართნო და ამაზე ვინმე სტრაუმა და ვინმე დებილს თუ რუსეთის წაქეზებით ამაზე მართლა რაღაცა ტრავმა დაემართა, ეს რატო უნდა იყოს გასათვალისწინებელი? ეს რატო უნდა იყოს დღეს გასარჩევი? გასარჩევი ეს არ არის. გასარჩევი არის ის, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და უნდა დაექვემდებაროს დეოკუპაციას. გასარჩევი არის ის, რაც აქ ჩვენ არხზე ჩვენ ვარჩევთ, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ დეოკუპაციაზე და როგორი ფორმები უნდა ქონდეს დეოკუპაციას. აი ეს არის გასარჩევი და არა ის 1930 წელს რამდენ სკოლაში ისწავლებოდა თუ არ ისწავლებოდა აფხაზური ენა. რუსული მან განათლებას იღებდნენ მეოთხე კლასიდან ისედაც. მთელი ვიდეოს განმავლობაში ხშირად სულ კონფლიქტი იძახის, არასდროს არ ამბობს ომს, არასდროს არ ამბობს ოკუპაციას, არასდროს არ ამბობს იმას, რომ რუსეთმა საქართველოს პრეზიდენტი მოუკლა. დიალოგი ვისთან? ჩვენ გვაქვს ცალკე ვიდეო ამ არხზე იმაზე, რომ რას ნიშნავს დიალოგი და ვისთან უნდა მქონდეს დიალოგი. იმ ვიდეოსაც მივაბა მაგ. ოკუპირებულია და უნდა მოხდეს დეოკუპაცია. და რა თავარი ნარატივი აფხაზეთის კონფლიქტზე შემეძლეს აი ესეც არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ არსებობს ორი ნარატიული ხაზი, ერთის მიხედვით რატო იკუება, რომ ნარატივი აფხაზეთზე არ არის ჩამოყალიბებული? აფხაზეთი ოკუპირებულია. ამაზე მეტი, კიდე რა ნარატივია საჭირო? და იმიტომ ლაპარაკობს, რომ ეს სახე რეალურად მისი სახე. იმიტომ ლაპარაკობს, რომ რაღაცა არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ თვითონ გვტენის რაღაცა ტყუილებს. ამ ტყუილებზე აგებულ თვითონ რაღაცა ნარატივს აშენებს. ეს ნარატივი ჯერ ბოლომდე ვერავის ვერ შეტენა და იმიტომ ამბობს, რომ ჯერ ნარატივი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არისო. ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, აფხაზეთი ოკუპირებულია. საქართველოს აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი და საქართველო დაექვემდებარება დეოკუპაციას. აფხაზებიან სეპარატისტები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს მობილიზება და გამოიყვნენ მას როგორც დე-ფაქტო სახელმწიფო და მეორე ნარატივის მიხედვით რუსეთმა წააქეზა ისინი და რუსული მეორე ნარატივის მიხედვით რუსეთმა წააქეზა ისინიო და არც ერთი ნარატივი არ არის. ის რომ ისინი რუსეთმა წააქეზა, ეს
მხოლოდ ნარატივია. რუსეთმა ისინი კი არ წააქეზა, რუსეთმა საერთოდ თავიდან ბოლომდე შექმნა ის საზოგადოება, რომლითაც მერე იომა. ეს არ იყო უბრალოდ წაქეზება. გავლენებით აფხაზეთმები დაშორდნენ ქართველებს. აი ორი ნარატივი არის არასრული, არის რეკლამს ბოლომდე გრძელვადიან პოლიტიკაში რა გვჭირდება პირდება დეოკუპაცია. და ის რომ შენ სახე გაასწორო. მე მაინტერესებს აი რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი 2008 წლის ქართულ ესე ვთქვათ რუსული ომის შემდეგ. ეს წამყვანი ხო დებილია. ჯერ როგორ გააწელა და რამდენი ხანი სვამს ამ კითხვას და რა შეიცვალა ქართულ ესე ვთქვათ რუსულ ომის შემდეგო. ანუ 2008 წლის ომსაც ეჭვქვეშ აყენებს და ქართულ ესე ვთქვათ რუსული ომიო. აი უბრალოდ სად შეიკრიბნენ აი ასეთი მახინჯები მენტალურად. საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკა სრულიად გამოკვეთილია და ერთ პოზიციაზე დგანან ისინი, რომ საქართველო არის საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის და არასდროს არ უნდა მოახდინონ მათ რუსეთს აღიარეს ოფიციალურ პროტექტორატს და ეს აისახა ისტორიის სახელმძღვანელოებშიც, ანუ შეარბილეს 8 წლის ქართულ შეეხო აფხაზურ ნარატივს ქართულ-აფხაზური კონფლიქტთან დაკავშირებით, იქამდე მას გამოკვეთილი არ ჰქონდა რუსეთის როლი ამ კონფლიქტში და 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა ეს აგვისტოს ომი და აფხაზეთი აღიარა რუსეთმა, მათ რუსეთი აღიარეს ოფიციალურ პროტექტორატს და ეს აისახა ისტორიის სახელმძღვანელოებშიც, ანუ შეარბილეს ნარატივებში რუსეთის დანაშაული მათ წინაშე, დანაშაულს ეძახიან ისინი მე-19 საუკუნეში მუჰაჯირობის ტალღებს და გადასახლებას, რომელიც რუსეთის გავლენით მოხდა აფხაზეთში. და აი ამის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთის მიმართ, რადგან აფხაზეთმა იცის, რომ ეს არის ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაიცვას მისი დე-ფაქტო სახელმწიფოებრიობა და ამიტომ ყოველგვარ ცდილობს ლავირების პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღიქმება როგორც იმპერია, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის აფხაზურ იდენტობას და ცდილობენ მისგან რაღაცნაირად დისტანცირდნენ და ბოლომდე არ აითქვიფონ რუსულ კულტურულ სივრცეში, ამავე დროს ეს არის აფხაზების მფარველი პროტექტორი და ამიტომაც ცდილობენ მის გულის მოგებასაც, ანუ რაღაც ორმაგი პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ. ამის ესეც ტყუილი. ყველა სიტყვა ტყუილია. ჯერ ერთი, როდესაც აფხაზეთში ხარ და ადამიანებს ელაპარაკები, ოღონდ უნდა ელაპარაკო არა ისე, რომ კამერით და გადაღებით და როგორც ინგლისიდან ჩამოსული მკვლევარი ვარ და ახლა თქვენი აზრები უნდა გამოვიკვლიო, უბრალოდ ადამიანურად როდესაც ელაპარაკები, ყველა გეუბნება იმაზე, რომ 2008 წლის მერე გაუარესდა სიტუაცია. რომ ის აღიარება, რომელიც მათ რუსეთმა, ეს აღიარება მათ კი არ უთხოვიათ, ეს რუსეთმა თვითონ მოიფიქრა და თვითონ მოიგონა და თავზე დაასვა ძალადობრივად. არა ისე, რომ აქით ამათ უნდოდათ. და ამ აღიარების მერე ბევრად უფრო გაუარესდათ შიგნით რაღაცა არსებული, რაღაცა დონის თავისუფლება რო ქონდათ, რაღაცა დონის თავის პატრონებად რო გრძნობდნენ თავს, რაღაცა დონის ოდნავ, ანუ თითქოს და რაღაც არჩევნები ქონდათ, თითქოს პრეზიდენტებს ირჩევდნენ, თითქოს რაღაცას თვითონ წყვეტდნენ. აი ეს ყველაფერი მოისპო 2008 წელს. და 2008 წელს სრულიად და თან უფრო და უფრო და უფრო და უფრო უარესდება ეს სიტუაცია. და ნებისმიერი ოკუპაციაში მცხოვრები ადამიანი ამაზე ლაპარაკობს, რომ 2008 წლის პრიზნანია კი არ იყო, პირიქით იყო მიერთება რუსეთზეო. და როდესაც ქეთი ჩვენ გვცდილობს, რომ დაგვაჯეროს, რომ იმათ აი ასე სხვა პირიქით უყურებენ, ქეთი იტყუება.
ან იმ ვიღაცა დებილი მკვლევარის რაღაცა დებილურ კვლევებს ინგლისელს ეყრდნობა, რომელსაც როდესაც შენ ხარ უცხოელი და ჩადიხარ იქ, ყოველთვის უცხოელს ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს ნებისმიერი ადგილობრივი მოსახლე და იმასთან არასდროს არ ლაპარაკობს სიმართლეს. ყოველთვის ლაპარაკობს ისეთ რაღაცას, რაც მას არ დააზიანებს. სიმართლე რო ილაპარაკოს, საღამოს მასთან სახლში მივა იქაური სუსი და გაპუტავს. გაუნადგურებს ოჯახს, ჩასვამს ციხეში. უნდა ილაპარაკოს ყველაფერი ისეთი, რაც ჯდება ოფიციალურ რუსულ ნარატივში, რუსულ პოლიტიკაში. სხვა უფლება და სხვა გასაქანი არ აქვს ადამიანს. და როდესაც ქეთი ამ რეალობას აიგნორებს, რომ იქაური ადამიანები ტყვეობაში არიან და ამ რეალობის დაიგნორებით გვაჯერებს და გვატყუებს, რომ თითქოს ჯერა, რომ ის ადამიანები იქ იმ მკვლევარმა მათგან რაღაცა სიმართლეები წამოიღო, ქეთი თავს იდებილებს და ცდილობს, რომ ჩვენც დაგვადებილოს. არანაირი თავისი პოლიტიკა აფხაზეთს რუსეთის მიმართ არ აქვს. რუსეთი მართავს აფხაზეთს, რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ყველანაირი ეფექტური კონტროლი აფხაზეთში რუსულია. იქ აფხაზური მით უმეტეს პოლიტიკა არ არსებობს და ქეთი აქ გვბოდავს, რომ არსებობს. და შენთვის ბავშვობ, ანუ წლების ნაცნობი ადამიანებს იქამდე არ გაჩვენეთ ეს კითხვები, აი სწორედ უკრაინის ომმა მისცა სტიმული ამ კითხვების გაჩენას. და ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეულწილად ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ტრამვული ნარატივის ჩამოყალიბებას, მაგრამ ბევრი ადამიანი არ მეთანხმებოდა ამას ვიძახი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ამას, რომ მე მგონია აფხაზეთის ნარატივი, აფხაზეთის ომის ტრამვის ნარატივი ჯერ კიდე არ არის ბოლომდე არ გეთანხმება არავინ და არავინ არასდროს არ დაგეთანხმება. აფხაზეთის ომის ტრაუმის ნარატივი არავის არ ჭირდება. ეს მემარცხენე დისკურსი წვრილად დაახვიეთ ყველა შემრიგებელ-გამრიგებულ NGO-ებმა. გვარამია თქვენი პოლიტიკური ლიდერი და ამ გარიგებულ ხიხოსთან გარიგებულ პოლიტიკურ ლიდერთან. გვარამიას აქვს ან პოლიტიკური ლიდერი შეიძლება ქეთი არ იცის, რომ გვარამია მისი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში აჟღერებს აი ამ ნარატივებს, რაზეც ქეთი ბოდავს, გვარამია. რომ აი მშვიდობით, ბოდიშის მოხდით, ტრაუმების მოფერებით, ტრაუმების გაარსებით, ყივილების ლაპარაკით, გარჩეული მაგ გვარამიას ეს ბოდვა. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ძალიან მაღალი დონის ამაზრზენულად სარწყევად ამაზრზენული მოვლენა. აი ასეთი ებჯეოშნიკების არსებობა. თვითონ რომელიმე NGO-ში არის თუ არა შედგება თუ არა არ ვიცი, მაგრამ აი ამ თავის მის ნაჟურებს, აკადემიურ ნაჟურებს და რაღაცა ნაკვლევებს იყენებენ უმეტესწილად NGO-ები, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჯდება NGO-ების მემარცხენეულ ნარატივებში. ესენი ზოგადად რამდენად ახდენენ საზოგადოებაზე გავლენას, მე არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემზე ვერანაირად ვერ ახდენენ. და მე მინდა, რომ როგორც ჩემზე ვერ ახდენენ, ისე ვერ მოახდინონ ვერავის სხვაზე, მაგრამ მემარცხენე იდეები სტუდენტებში ზოგადად ისეთი გავრცელებული მოვლენაა, რომ სტუდენტებში პოპულარულია მემარცხენეობა. და სავარაუდოდ სტუდენტობა საკმაოდ მოწამლული ყავთ ამ ყველაფრით. მაგრამ
სახელმწიფო პოლიტიკა ამით არ უნდა ფორმირდებოდეს. სახელმწიფო პოლიტიკაში აი ეს უკიდურესი მემარცხენეობა ვერ უნდა შევიდეს, არ უნდა შევიდეს, ამ პოლიტიკას არ უნდა ყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში და მით უმეტეს, როდესაც გადამწყვეტი მომენტები დადგება, დეოკუპაციის დრო მოვა, დეოკუპაციის საკითხი დადგება, აი ასეთ გამოსცირებული აკადემიური სივრციდან გამოჩეკილ კვერცხებს სივრცე და ადგილი არ უნდა ქონდეთ. უბრალოდ არ უნდა ქონდეთ. ძალიან კატეგორიულად არ უნდა ქონდეთ. იმიტომ რომ ამას ყლოპინს რო ვუსმინოთ, ვერას დროს ვერ მოგვარდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რომელთაც პირადად ვეჩხუბებოდი და ვეკამათებოდი ქეთის, ის აღიარებდა, რომ აშავებს. ოღონდ ამბობდა იმას, რომ ასე რო არ გააკეთოს, აკადემიურ სივრცეებში და წრეებში არ მიიღებენ. და მთელი მისი მრავალწლიანი ნაშრომი 15 წლიდან თუ რომელი წლიდან რაღაც დებილი სტატიები და დებილი პროექტები მერე ვერ მიიღებენ აღიარებას და არავის არსად არ დაჭირდება და არსად არ გამოქვეყნდება. და რო ქვეყნდება, ამით რა სარგებელი მოსდის ან ქვეყანას, ან თვითონ მას ალბათ რაღაც სარგებელი აქვს, სავარაუდოდ, რა ვიცი მე ხელფასი აქვს, მაგრამ ეს რომ ძალიან მავნებლურია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ილაპარაკა რუსულია და ყველაფერი იმაზეა მიმართული, რომ როგორც ასეთი ოკუპანტი არ ახსენო, რუსეთი მაქსიმალურად გაიყვანო ამ სივრციდან, რომ რუსეთი არ ჩანდეს როგორც აგრესორი. კიდე ერთი რაღაცა გამომრჩა. ერთი წამი, ახლა ვიპოვი. აი ამ შეხვედრაზე მე აქ არ ვიყავი. ბატონი ბადრი იყო, ბადრი კუტელია, რომელმაც იქ მიპასუხა კომენტარზე და ისედაც ჩვენ არხზე იყო სტუმარი ორჯერ და აი ესენი გამოსცირებული ლევაკები იქ რაღაცებს ბოდიალობდნენ და ალბათ აი ეს კაცი იყო. ხო, როდესაც ეს იბოდიალეს, მერე ბატონ ბადრიმ დასვათ ეს კითხვა, რომ ხომ ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, საბჭოთა კავშირის მოგონილი, დანერგილი, შემოტანილი, ხელოვნურად ჩადებულია. და რატო უნდა გავაგრძელოთ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველომ ის ნარატივებზე ლაპარაკი და იმ ნარატივების ჩხრეკაობა და იმის შეზელვა და იმის აღიარება, რომ თითქოს საბჭოთა კავშირს ეს გამოუვიდა, რაც ზუსტად ვიცით, რომ რუსულია, რაში გვჭირდება ეს. და ეს კაცი ესეთი ცოტა უკმაყოფილო სახით ხო იმპერია იყო და იმპერიასაც ხო აქვს უფლებაო თავისი იმპერიალისტული რაღაც კვალი დატოვოსო თქვენს ისტორიაშიო და მეხსიერებაშიო. ერთადერთი რაც უნდა დატოვოს, ეს მხოლოდ ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. მეც ვერაფერს რუსული იმპერიაც კი არ იყო ნიდა იმპერია, როგორც უკრაინაში ეძახიან, არ წარმოადგენს არაფერს. ისეც რომ მას კონდეს უფლება რომ რამე დატოვოს. რომაულ იმპერიას ჰქონდა უფლება ხიდები დაგვიტოვა, გზები დაგვიტოვა და საკმაოდ, არქიტექტურა დაგვიტოვა, ქალაქების განლაგება დაგვიტოვა. ჰქონდა ამის უფლება მორალური, იმიტომ რომ განვითარებული იყო. და რაღაცა განვითარებაში, რაღაცა ცივილიზაციური შემოიტანა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ რუსეთს არაფერი გარდა სიკვდილის, გენოციდის, გადაშენების და ქართველობის გაქრობის გარდა არაფერი არ შემოუტანია ჩვენთვის და ვერაფერი ვერ უნდა დატოვოს. მით უმეტეს ვერ უნდა დატოვოს ყველაფერი ის, რასაც წარმოადგენდა აფხაზიერის ფორმირების პროცესი. აი ამ აფხაზიერის ფორმირების პროცესიდან არაფერი არ უნდა შევიტენოთ და არაფერი არ უნდა შევიზილოთ. საქართველო ოკუპირებულია
დაექვემდებარება დეოკუპირებას და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა ვის რა ტრავმა აქვს, ვის როდის რა ეწყინა, ვინ გაბრაზდა იმაზე, რომ რაღაცნაირი სკოლა არ ქონდა და ვინ გამობრაჟდა იმაზე, რომ კიდე რაღაცნაირი რაღაცა არ ქონდა. ეს არის ჩვენი საერთო ისტორია, საერთო ტკივილი, საერთო რეპრესიები გადავიტანეთ, ყველა ერთნაირად გავნადგურდით და გავმთლიანდებით და ერთნაირად გავაგრძელებთ ცხოვრებას. არავინ არ იქნება თავისი რაღაცნაირი განშაკუთლებული ტრავმების გამო პრივილეგირებული. საქართველო დეოკუპირდება და ეფაძისნაირი ამ დონის სიბონძღე იშვიათია, როგორც ეს გოგოა. ამდენ ინდაურობას, ქათმობას, უტვინობას ერთად არავინ არ უყრის თავს და ეს ერთად კონცენტრირებულად არავინ არ ლაპარაკობს როგორც ეს გოგო. და რა ვიცი მე. ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ უბრალოდ გაჩუმდეს, ახლა რა თქმა უნდა არ გაჩუმდება და ეს ჩემი სურვილი სურვილად დარჩება, მაგრამ ჩვენ ამ არხის მაყურებლებმა მაინც ვიცოდეთ, რომ ესეთი ნაგავი მოსასმენი არ არის. და თუ სადმე გაიგებთ, რომ ვიღაცა სხვა usmens, იმ სხვას დაელაპარაკეთ და აი ესეთი ვიდეოები აჩვენეთ და გაუზიარეთ. მომავალ შეხვედრამდე. გრძელი ვიდეო გამომივიდა, ბევრ რაღაცას ვიმეორებ, მაგრამ იმიტომ ვიმეორებ, რომ გასაგები იყოს ერთხელ და სამუდამოდ. ქეთი ეფანწყე არის საბჭოთა ნომენკლატურის სიბონძღე. და მთელი ეს თავისი აფერისტობა, მსხვერპლობა სახეზეც აწერია და სახის გამომეტყველებაზეც საუბრის დროს და მიმიკებში და ყველაფერში.